შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველი კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს და მასზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს. ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა. უწყების ვერსიით, რომლის შესახებ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, როთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს. ამ დაჯგუფების ლიდერებს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ლევან ჯანგველაძესთან გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ. დარახველიძის თქმით, ფარცხალაძემ დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ლევან ჯანგველაძესთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ამ უკანასკნელის მკვლელობა დააორგანიზა. დარახველიძე ამბობს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოტანილია. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შედეგადაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს. მისი ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია. ეს ბრალი რას ეყრდნობა მასალები ჩვენ არ ვიცით, ვარაუდობ, რომ ეს 32 ტომიანი მასალები არის წინა სხვისი საქმეები, რომელმაც თავი მოიყარა ერთიანად ამ საქმეში. ეს არის ალბათ ის ძველი საქმის მასალები, რომელიც მიმდინარეობდა და რომელზეც უკვე სასამართლოში მიმდინარეობს საქმეები და მათ შორის ეგრეთ წოდებული ჯავრდებული უძილაურის ალბათ სისხლის სამართლის საქმე. ეს არ ვიცით, თუმცა ვიცით ის, რომ დაუსაბუთებლად ბრალი არის წარდგენილი. ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლიან სასამართლოში, ობიექტური სასამართლოს პირობებში, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარდგენილ ბრალს ფაქტიურად არ ვაღიარებთ და არანაირი სახის კავშირი, კომუნიკაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ გქონია, ჩვენ რა თქმა უნდა საქმის მასალების გაცნობის შემდგომ თუ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, ჩვენ მოვითხოვთ არც ერთი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებული არ ყოფილიყოს პირის მიმართ. ამავე საქმეზე შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ იმ საქმის მასალებში, რომელიც გამოძიების ფარგლებში მას როგორც ჯოხაძის ადვოკატს თავის დროზე გადასცეს, ოთარ ფარცხალაძეზე საუბარი საერთოდ არ არის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც ბოლოს გადმოგვეცა და გამოძიება დასრულდა, კონკრეტულად ბატონ ოთარ ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი საქმეში და არც გადმოცემული არ გვაქვს ჩვენს დაცვის მხარეს. შესაძლებელია გამოყოფილი იყოს სისხლის სამართლის საქმე და აქედან გამომდინარე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში რა არის ბატონ ოთარ ფარცხალაძის მიმართ ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძის ნაწილში ბრალდება რა თქმა უნდა არ შეცვლილა, იმიტომ რომ უკვე არსებითგან ხელისუფლებაზე ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე თუ რატომ მოხდა დღევანდელი ბრალდება და ბრალის წარდგენა ოთარ ფარცხალაძის მიმართ ჩემთვის უცნობია. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდე. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა. მას კავშირი აქვს ქართული ოცნების ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან. ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია ბერა ივანიშვილია, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კი მისი ახლო მეგობარია. 2023 წლის 14 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და მისი რუსეთიდან ექსტრადირება რთული იქნება. ხედავთ ჩვენ, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის
დადასტურდა, რომ ერთ-ერთი უბრალოდ ორგანიზატორი ამ კვლელობისა ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, ჩვენებების ხედავდით, რომ ის ამსრულებლები, ვინც იქნა დაკავებული, არ იძლეოდნენ ჩვენებებს, როგორც ჩანს და საბოლოო ჯამში გამოძიება სრული სურათი გაშიფრა. რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებული ამ კვლელობაში დაკავებული იქნას, იცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას, ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ რამდენადაც ვიცით ჩვენ ვიცით უბრალოდ რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს რუსეთის მოქალაქე, რაც რა თქმა უნდა ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანი არის რომ ყველა დამნაშავე მაგოს პასუხი. რუსეთის ფედერაციასთან არ გვაქვს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა და უნებრივი ექსტრადიციის საკითხები არ იქნება მარტივი. თუმცა გამოძიების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია საქმის ბოლომდე ცხადია მიყვანა სისხლის სამართლის საქმეს გულისხმობ და ყველა დამნაშავე პირის სათანადო დასჯა კანონის სრული სიმკაცრით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს იმ საზარელი კვლელობის შემდგომ ამის ხილვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად თელმა საქართველოს მოხდება პირდაპირ ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეზე დაწესებული სანქციების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და კომერციული ბანკები ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელებაში არ დაავალდებულა. მაშინ ეროვნული ბანკი წერდა, რომ თუ ქართულ სასამართლოში პირის მიმართ შესაბამის საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მაშინ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება გავრცელდეს. ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აწერდა ხელს. მანამდე ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შტატების მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე გაევრცელებინა, არაკონსტიტუციური იყო და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას მაშინ სების ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ ნათია თურნავამ ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა. ფარცხალაძე, რომელიც გენერალურ პროკურატურამდე ბრალდებული იყო და მსჯავრდებული იყო ბოტასების ქურდობაში, ის ადამიანი დანიშნეს გენერალურ პროკურორად. ეს იყო უდიდესი სირცხვილი საქართველოსთვის და ჩვენ შემდეგ ხედავთ უკვე აწუყე ქართული ოცნების პირობებში ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ბრალდებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში და შეკვეთილ მკვლელობაში. წარმოუდგენელი რამ ხდება და ასევე ჩვენ ხედავთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ასევე ბრალდებულია ქრთამის აღებასა და სხვადასხვა დანაშაულებებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ბრალდებულია, ორგზის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასევე ბრალდებულია და არ ვიცი, საათი არ გვეყოფა ალბათ იმდენი შესაძლო დანაშაულებია ჩადენილი ჩამოთვლას. აი ეს არის სახე აი ამ რეჟიმის, სახე იმ კრიმინალური რეჟიმისა, თუ როგორ მართავენ ქვეყანას და თუ რა კადრები არის. მათთვის არის თავარი მორჩილება, ხოლო მორჩილების სფეროდან როდესაც გადიან უკვე ესა თუ ის პიროვნებები, უკვე ხდება მათ მიმართ სისხლსამართლებრივი დევნა და ის სავარაუდო ქმედებების წინ წამოწევა, რა ქმედებების მათ აქვს ჩადენილი. ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. ამ საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა უკვე მიესაჯა. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყოს შეკვეთა ანგარების ვერსია და ის პირადი შურისძიებით ახსნა. ძმებ მიქაძეებს და კიდევ ერთ პირს გიორგი ჯოხაძეს პროკურატურა შეკვეთიდან ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი საქართველოში არ იმყოფებიან. ამ საქმეზე დაკავებულია ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალდებულთა შორის გიორგი კაჭკაჭიშვილი, სანდრო წივწივაძე და მიქაძის დაცვის წევრი ლაშა მაისურაძეც არიან. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.